ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება. ეგრეთ წოდებული საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის ადგურ გუმბას განცხადებით, მასშტაბური საჰაერო თავდასხმისას დაახლოებით 30 დრონი დააფიქსირეს. გუმბას თქმით, საჰაერო სივრცის დაცვის სამუშაოები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართო მასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. ადრეც დაგვიფიქსირებია ცალკეული გადაფრენა 5-7 ერთეული, რომელთაგან ზოგი ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ პანიკის თავიდან აცილების მიზნით ეს ყველაფერი არ გაგვიხმაურებია. დღეს, როდესაც აპარატების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს, დასამალი არაფერია. მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი სამუშაოები. ადგურ გუმბას განცხადებით, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენდა. აღმოჩენილი დაახლოებით 30 უპილოტო საფრენი აპარატიდან კი გუმბას სიტყვებით 99% განადგურდა. სამიზნეები ნადგურდება ან ფიზიკურად რაკეტებითა და ჭურვებით, ან მწყობრიდან გამოდის რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ამ შემთხვევაში მოწყობილობა უმართავი ხდება. ჩვენი დანაყოფები ცდილობენ ცეცხლის ისე კორექტირებას, რომ ჩამოგდებული დრონი საცხოვრებელი ნაგებობებისკენ არ მიიმართოს. გუშინ ერთ-ერთმა მოწყობილობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, მაგრამ სპეციალისტებმა სწრაფად აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება. ოკუპირებული აფხაზეთის რაიონში დრონების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამის ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. მანამდე 23 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რეგიონში აფეთქების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიწვია. 24 თებერვალს დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოფელ განთიათში დრონი ჩამოაგდეს, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.